მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გვახვდებით ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ უყურებდი ჩვენი პრემიერის ბატონი კობახიძის ბრიფინგს, სადაც დაუსვეს კითხვა, რომ შესაძლებელია თუ არა პენსიების საგრძნობი მომატება, რაზედაც ბატონო პრემიერმა უპასუხა, რომ საგრძნობი მომატება რომ მოხდეს პენსიებზე, ეს თანხები საიდანაც უნდა იქნეს ჩამოჭრილი. და თქვენ მითხარით მაშინ საიდან მოხსნათ ეს თანხები, რომელი პროექტიდან. ბატონ პრემიერს არ გახსენებია ის, რომ მინისტრებს, პარლამენტარებს და სხვა ფუნქციონერებს საკმაოდ მაღალი და ასე ვთქვათ, კოლოსალური ხელფასებიც კი აქვთ, რიგით ქართველებს ხელფასებთან და პენსიებთან შედარებით. აგრეთვე არ გახსენებია, რომ ყოველ გამოსვლის დროს ტრაბახობენ, რომ საქართველოს გადაასწრო ევროკავშირის ქვეყნებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თუ კი გვაქვს რეალური ეკონომიკური ზრდა, მაშინ რატომ არის შეუძლებელი რიგითი ადამიანებისთვის პენსიების და ხელფასების ზრდა? რაც შეეხება საიდან უნდა მოიხსნას მილიონები, უამრავი რამ ფინანსდება, რომელიც წყალშია გადაყრილი და შეაყარეთ კიდევ ცერცვი, როგორც ჩვენი წინაპრები უკაცრავ ამბობდნენ, თუნდაც ქართული საფეხბურთო კლუბების სამარცხვინო გამოსვლა ევროტურნირებზე კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ამ 13 წლის განმავლობაში მთლიანად წყალში იყრება ასეულობით მილიონი და შედეგი არის ნული. საკლუბო ფეხბურთი ნულს ქვემოთაა ჩამოსული, სანაკრებო ფეხბურთშიც ერთგვარი პატარა წარმატება იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და მას მერე უკვე სანაკრებო ფეხბურთმაც დაყვინთა. ეხლა ამაზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არ იყოს ჩვენი საზოგადოება ძალიან გაღიზიანებული ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანის თბილისის დინამოს სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჟალგირისთან 7-2 წაგება. ეს არის იმხედა სიცხე, რომელსაც მთელი ერი განიცდით ტკივნეულად, იმიტომ რომ დინამო მოიხსენებათ ჩვენი ფეხბურთის მართლაც ფლაგმანი, წინ ყინულმჭრელი და სიამაყე იყო თავის დროზე. და მიიყვანეს იქამდე, რომ 7-2 წაგებს სადღაც მე-11 ხარისხოვან გუნდებთან და ამ დროს ვითომ და ფეხბურთი უნდა წამოსულიყო წინ და მილიონები ამ ყველაფერში ჩადებული და შედეგი ნული კი არა, არის მინუსი. უარესია იმასთან შედარებით, ვიდრე 2012-13 წლებში იყო. ეს ერთი მაგალითია უბრალოდ იმისა, როგორ ფრანგავს ქართული ოცნება ხალხის ფულს ბიუჯეტში ტანჯვით შეტანილ კაპიკებს, მოახმარს რაღაც აბსურდულ თემებს, რომელთანაც შედეგი არის აბსოლუტურად გაუგებარი და ხშირ შემთხვევაში უარეს შედეგსაც კი ვღებულობთ. ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი, რატო არ ხერხდება, რომ საქართველოში მართლაც რიგით ადამიანებსაც ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები. ეს პირდაპირ უკავშირდება ამ თემაზე არაერთხელ გვილაპარაკია ქართული მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებას, გაქცევას, მაშინ როდესაც არაფერში და უაზრობაში იხარჯება მილიონები და ასეულობით მილიონები, მილიარდებია უკვე დახარჯული ბევრ გაუგებარ თემაში. და ამასობაში საგარეო ვალი 20 მილიარდს უკაკუნებს თუ არ გასცდა. ესე იგი ეს ვალი გადასახდელი იქნება, შვილებს და შვილიშვილებს მოუწევთ. საგარეო ვალი ესაა დამოკლეს მახვილი დაკიდული ქვეყნის თავზე, სახელმწიფოებრიობის თავზე და გროვდება და გროვდება. და ვის რა ერგება, ხო ამაშია საქმე. რა ხდება? მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს თემაზე სწრაფად ვცდილობ გადავიდეთ. ფორმაციის საკითხებია ისევ და ისევ. აკლემო რა მრუდე კისერი გააკო და სწორე რა გამაკო. ეს მდგომარეობა გვაქვს. რაღაცაში ვეთანხმები ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს. რას ჩამოვაჭრავ? კი, როცა რაღაც მიმართულებით ჩვენ გვიჩნდება სურვილი და ვხედავთ აუცილებლობას, რომ იქ დაფინანსება გასაზრდელი, ბიუჯეტი ეს ერთიანია თავისთავად გარკვეულ
რაოდენობას წარმოადგენს და მაშინ სხვა სფეროს უნდა მოაკლდეს უეჭვებათ. ეგ 2x2 ამ თვალსაზრისით ვეთანხმებით. კი. გაუკვირველი ავტორიტეტის მომღერლები ჩამოყავთ თავის სამარცხვინო მეორე ნახევარებთან ერთად შიშვლები დარბიან და ამაში მილიონებს უხდიან. არტაღუნა რო ჩამოგიყვანია, იმას ნუ ჩამოიყვა საერთოდ მის ჩამოყვანას რა სიკეთი აქვს რა. ნარკომანი გაუბედურებული ტიტრიკანა მოდის და იმას მილიონებს უხდიდა. აი ამებს უნდა ჩამოეჯრას მინიმუმ მაინც რომ პენსიონერს თავისი ცხოვრებით, ვაწლით შემდეგ ღირსეულად რაღაც მოუმატოთ და მიეცეს. მაგრამ მაინც ყველაფერი დათვლადია. მნიშვნელოვნად მაინც ვერ მოუმატეთ. ეკონომიკური და რეალური ეკონომიკური და თუ არ იქნა და არა გამოცხადებული და ამათ როგორც მოყავთ ციფრები, ნუ რა ვიცი, რაზე დაყრდნობით არის და ანგარიშებული რომ საქართველოს ეკონომიკური და თანაც უფრო მეტი ვიდრე დაუშვათ ევროპის და აბიო ქვეყანას საიდან ითვლიან, რა პრინციპით ითვლიან, სრულიად გაუგებარია. მაგრამ თუ კი რეალური ეკონომიკა არ შეიქმნა და ეკონომიკური და არ გვექნა, მაშინ წარმოუდგენელია, აი ახლა ნუ კით მოაკელი, აი რამდენს მოაკლებ. ხო. ნუ რა ხდება ახლა თუნდაც სპორტში ავიღოთ. რამოდენიმე დღის წინ უყურებდი ბათუმში ჩამოსულები იყვნენ იტალიელები კალათბურთის განვითარების მიზნით და უნდა ჩატარებულიყო შესარჩევი ტურნირები და კარგი კალათბურთელები მოზარდებზე ლაპარაკი რომ შემდეგ წაიყვანონ და იქ ათამაშონ და იქ გაზარდონ. ხო. ნუ რა ხდება? ყველაფერი იქცა ფულის კეთების ინდუსტრიად. სპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი და ასე შემდეგ არ ჩამოთვლი ფულის სისტემამ გადააქცია კოსმოპოლიტურ ზარმაზარ ინდუსტრიად. ამ ინდუსტრიას ჭირდება ნედლეული. ცენტრები ევროპაშია. შეიძლება შემდეგ შეიცვალოს. სადაც ბევრი ფული დაგროვდება, რა გამორიცხული რომ საუდის არაბეთისკენ საწაფული ტრიალებს არა. ნუ ან ჩინეთისკენ გადანაცვდეს, ნუ ამერიკაში არის თავისებურად. ნუ ევროპა მაინც ტრადიციულად უფრო ცენტრს წარმოადგენს და იმ დონეზე ფინანსდება, რომ მოხდეს მოძიება, რომ ნიჭიერი ფაქტიურად მაშინ უნდა იყოს გაყვანილი ქვეყნის გარეთ. ფაქტიურად ჩვენ თვალს რას ვადევნებთ და ამავე გადაცემაში აჭარის ტელევიზიაზე იყო გამოდის და აქტუალებული ლაპარაკობს დასრული. როგორც ჩანს მწვრთნელია თუ ყოველ შემთხვევაში თემასთან დაახლოებული პირი და დიახო კაცო საქართველოში რასაც ვერ ნახავსო და ვერ მიიღებსო იქ უნდა გავიდეს მოზარდი აბა რა აკეთებს ამ პროცესს რო კარგი ამბავია და სწორედ ეს რო უწყობს ხელს ეს რას უწყობს ხელს რა ხდება სპორტული ენერგია მოზარდებში რაც არის იმდენ თანხაიდება თუნდაც რომელიმე ამ სპორტული მიმართი ფეხბურთი ავიღოთ რომ არ აქვს მნიშვნელობა რომ გამოჩნდნენ ტალანტები მოზარდობაშივე და იქიდან მიარჩიონ და გაიყვანონ რომ ამ ინდუსტრიას მოახმარონ იქ ესე იგი შენ ერი კარგავ ამ პოტენციალს კარგავ თუ სპორტულ პოტენციალზე ვაკლაპარაკი ამ პოტენციალს კარგავ იმიტომ რომ ის გადის და უფრო ის იქ დარჩება, უფრო ის ქვეყნის მოქალაქედ ბოლოს და ბოლოს დაწერენ და ასე შემდეგ, როგორც არის რა. კარგავ შენი ერის გვარის გენის გაგრძელებელს, მიგრაციას ეწყობა ხელი. ეს სპორტის მიმართულებით, რა ხდება განათლების მიმართულებით, აბსოლუტურად იგივე. ეს ვიქტორინებია თუ რაც არის სიმპოზიუმები და ასე შემდეგ რაც სტარდება, ჯერ სოროსმავე დაამკვიდრა, ჩამოდიან, ნიჭიერს არჩევენ, თვითონ ეს თავაზობენ და პირდაპირ
სპორტული შესაძლებლობები, ხო, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც გაგვაჩნია რა მოზარდებში, ხო, გაყავთ თავთავიანთ უნივერსიტეტებში, თავთავიანთ სასწავლო ცენტრებში, შემდგომში იქვე იტოვებენ დიდ ნაწილს, ძალიან მცირე გვიბრუნდება უკან და სად უნდა დაბრუნდეს, მოდი კითხვაც ბოლომდე ვთქვათ, ხდება ინტელექტის გადინება, დიდი ნაწილს ცდილობენ იქვე დატოვონ და ეს ასეც ხდება, ანუ მიგრაციული პროცესები, ესე იგი აქ რაც გვაქვს გენეტიკურად მოცემულია რა, არა მარტო ჩვენ ყველა ქვეყანაში ეს ამბები ტრიალებს, ესე იგი თითქმის ყველა ქვეყანაში გაშვებულია არიან როგორც სპორტის, განათლების მიმართულებით და ყველა სასარგებლო მიმართულებით წარმომადგენლები სპეციალური კონკურსები ტარდება და გაყავთ. და ეს ყველაფერი ხმარდება იმ დიდ ინდუსტრიებს, დიდ ცენტრებს. ესა პირდაპირ კაპიტალიზმის ეს უმაღლესი ფორმა, უკანასკნელი ფორმა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ადამიანების ვაჭრობა. ხო, ფაქტობრივად ადამიანების ვაჭრობაც არის ეს დროულად. ხო, პირდაპირ ხდება გადინება და ჯამში რა მივიდეთ? თუ სპორტის მხრივ მივიდეთ, გადმოვიტანთ, რაში ძალიან ძლიერები ვიყავ, ძალიან ლამაზ შესანიშნავ ფორმას ქმნით, წავედით ფეხბურთი, საკლუბო და ასევე სანაკრებო მდგომარეობა სრულიად განადგურებულია და 7-2 წაგება უკვე მიჩვეულებად რა. რაც ის სისტემა შეიცვალა, ის ფორმაცია შეიცვალა, ეს ალბედითი რაღაც გაგვანადგურა, რამაც დაკუპა და ასე შემდეგ და მას მერე რაც ჩვენ გამოსულები გავხდით და მსოფლიო თავისუფლებას ვეზიარეთ, მოკლედ მივეჩვიეთ ასეთ სამარცხვინო გამანადგურებელი ანგარიშებით წაგებას. იმიტომ რომ ამ ფულის სისტემამ გაქვნა ბოლომდე. თუ ფულს აღარ გვიხდია, იმიტომ რომ ფულის ინდუსტრიაში როცა ხდებით, უხვია გადასახადი, ანუ ჯამაგირი ასე ვთქვათ და ანუ აქ ახლა ჩვენ სიმწირე გვაქვს და უკვე მორჩა რა ყველაფერი ფულის აზომში ჩდება და ნაკლებად ირჩება ადამიანი ეროვნული გრძნობებით და რაც მისწრაფებით თავისთავად უკვე ქრება. ის კი არა, ყოველ მხრივ არის ჩართული, რომ წახალისდეს გარეთ გასვლა. ამას ვინათ სოციალურ ქსელში თვალში მოხდა ერთ-ერთი მანდილოსანი, ახალგაზრდა მანდილოსანი, ეხლა ძალიან ენერგიულია, თითქოს სკოლის ცოდნას კი იმდენად ფსიქნობარი, ესე დახვეწილი ფსიქნოლოგიური ემთ მეტყველებს და გარკვეულ წრეში ქადაგებს, რომ გარეთ რომ გადიხარ პიროვნული თავისუფლებისთვის, თუ როგორი კარგი ყოფილა. რომ ესე იგი ამ ძველის მიტოვება ხდება და ახლიდან რომ დაიბადო და მთელი შენი ენერგიის, მთელი შენი თვითრეალიზაციისთვის როგორი დადებითი მომენტია რომ გადიხარ სამშობლოდან და იმ ძაფებს და კვანძებს რომ წდები, რამაც ჩაკეტა ერთგვარად. ყოველ მხრივ მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, აგიტაცია, ხელშეწყობა, მთელი სახელმწიფო ამაზე მუშაობს. ეს სპორტი აიღე, განათლება აიღე, ნებისმიერი მიმართულება ეძღვნება რას აქ თუ ნიჭია გამოჩნდეს, გაკეთდეს მხოლოდ იმდენი რომ გამოჩნდეს ეს ნიჭი, რომ სასწრაფოდ გაიყვანონ გარეთ. და ამ პროცესს უნდა უკრათ ტაში, რომ თვითრეალიზაცია ხდება ხალხო. გადის ეზიარება დასავლეთის სიკეთეებს და ასე შემდეგ. და ეს მდგომარეობაა და პენსიონერებს მოუმატოთ, რატო არ ემატებაო და რით უნდა მოუმატოთ. სფეროები, საიდანაც ბიუჯეტში შემოსავალი უნდა შედიოდეს, ალბათ პორტები, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ხო? განკერძოებულია, ვიღაც არაბებს, ვიღაც ბალტიისპირ, ვიღაც ევროპელებს ვამდიდრებიან, გავყიდეთ ეს სფეროები, გაყიდული გვაქვს და ისინი მოდიან და ჯიბებს ისქელებენ. შეიძლება ამ სპორტს კიდევ რაღაცა მიამატონ, ბათუმის სპორტი მაგალითად, ან ფოთის სპორტი, ან ყულების და ასე შემდეგ, არ იქ ის რაც ვერ დავანგრიეთ, ვერ დაგვანგრეინეს და ნუ თვითონაც რო ჭირდება, ხო? გაყიდულეთ ბაზრობები და ასე შემდეგ, სადაც არაფერი დიდი ნიჭი არაა, მაგრამ ესაც განკერძოებულია და მილიონობით თანხა ტრიალებს და გადის, ხო? ან რომელიმე ქართველი დიდ ჯიბეს ავსებს, ოლიგარქს აპურებს, ადაც გარეთ ოლიგარქიული სისტემებს ვაყურებთ. და ბიუჯეტი რით იქნება? საბადოები გვაქვს გაყიდული, უძვირფასესია
რაც ჭიათურაში გავაჩნიეთ, მარგანეცი, ძალიან ძვირფასია, ძალიან დახურულია ეს თემა სოფლიოში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნავთობზე კი ეს დიდი ამბები ატეხილი გასაგებია, რომ ენერგეტიკით სუნთქავს თანამედროვე ცივილიზაცია რა, ნავთობ ენერგეტიკით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგიერთი სახის სასარგებლო წიაღისეული და მათ შორის მარგანეცი. ამაზე ხმას არიღებენ. რა დღეში ექვეყანა ჩაგდებული, რა დღეში ამდენმენ უშუალოდ შახტში ჩამსვლად მომუშავეს. ოდნავ თუ კი რაიმეს მოითხოვთ, იჭერენ და ერთი ამბავი აქვს. როგორ ისტობა სოფლები, როგორ თხრიან, როგორ გააქვთ, როგორ იხვრება. აქ აღარა ლაპარაკია ქოქროს საბადოზე რა ხდება და ეს სამთავრებული ჩვეულებრივი კოლონია ვარ და დაზურგული სეზიტებია. ეს უზარმაზარი მოგება სამომავლო, რაც უნდა აქ გროვდებოდეს და გონიერად იყენებდე, ხო? წასული, ამიტომ ეს ბიუჯეტი მწირია და რა სადღაც ვეთანხმებ. კი, კარგი თვითონ რომ ჩამოიკლო. ეგ რა თქმა უნდა, არ ეყოფა ვაში წვეთია, არ ეყოფა რომ სერიოზულად გაუზარდოთ ეს ღირსეული პენსია. ავწიოთ საშუალო ხელფასი. მინიმალური ხელფასი. არის მართლა არ ეყოფა ის. თუ სერიოზულად გაიზარდოს, ნორმალურად გაიზარდოს. რატო? ყველაფერი გამკერძოებულია. უზარმაზარი სიმდიდრე. დღესაც მოხმარებაშია, ხმარობენ, ეს გადის, ეს ვიღაც დიდ კომპანიებს, დიდ ოლიგარქებს ბოდიში და აძღობს და ასუქებს. ჩვენ კოლონია ვართ, ჩვენ დაკარგული ვართ საქართველოს. ამას ვერ ვხედავ. აი მაშინ ეს საკითხი. ნუ რა მოიტანა ეს მდგომარეობა? აი თოფით, ნუ რას თოფით წაგვართვესო, წაგვართვეს და არავდარდობთ არც იმის დაბრუნებაზე. არც აფხაზეთის, არც სამაჩაბლოს საკითხზე სინამდვილეში არავითარი გულის ტკივილი და არავითარი სერიოზული ფიქრი არ მიდის. რომ მიდიოდეს, მაშინ სხვანაირად იქნებოდა საქმე. არსებობს ხელსაყრელი მდგომარეობები, არსებობს არახელსაყრელი მდგომარეობები. კარგა ხანია, რაც ხელსაყრელი მდგომარეობაა უკვე სოფლიო პოლიტიკაში. ამის გამოყენება არ ხდება. პირიქით, რაც დრო გადის, ჩვენ ვამწიფებთ ამ მხარეების სრულ მოწყვეტად დაკარგვას. ახლა რა არის? რატომ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში? ძალიან მარტივად ყალიბდება. რა არის გლობალიზაცია? გლობალიზაციაც რა თქმა უნდა ეს კაპიტალიზმი, რომელიც უმაღლეს სტადიაში შედის თავისი განვითარების, თავისი არსებობის და ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ ერთი დიდი ხანია შესაძლებელი იყო ეს სისტემა. ჩვენ ვამბობთ, რომ და ჩანს კიდევაც, რომ ეს ლტობად მდგომარეობაში შესული და თვით ამ კაპიტალიზმის მთავარი ქურუმები თვითონ ამბობენ. საქართველოში რატომღაც ამაზე ენას ვიჩელეკავთ, თვითონ არაფერი გაგვიგია საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით თქმულად თუ არა რაიმე. და დაოსის დიდი მამები ვინც არის, მათ თქოს რომ კაპიტალიზმი ამოწურა თავისთავად ის უნდა გახდეს ინკლუზიური. ესე იგი ამ სისტემამ ამოწურა თავი. მოძველდა და შესაძლებელი. ახლა რას გულისხმობენ და როგორ უნდა იმათ შეცვლა, ეს მეორე საკითხია. მაგრამ ის რომ მოძველდა დალპადა ყარს, ისინიც ვერ მალავენ. ინკლუზიურობა ამისი გალამაზების მცდელობაა. და ოქროს მილიარდზე მოსახლეობის დაყვანა სწორედ იქიდან მომდინარეობს ერთ-ერთი აზრი, სწორედ ის არის, რომ რადგან ამორფული გახდა ეს სისტემა, პრობლემა რაშია? მაშინ ადამიანები უნდა შევავწიროთ, რომ მე დავიმორჩილოთ რაღაცნაირად. ადვილი სამართავი. ადვილი სამართავი სიტუაცია შესაქმნელი. ადვილი სამართავად მიიჩნიეს, რომ მილიარდი ადვილი სამართავია. ისე შეიძლება ამოსდო ოჟები, 1000-ობით წელი მასე ფიქრობენ. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტით, ჩიპიზაციით და ასე შემდეგ და მილიარდი ხო და ეს საკვები რაც არის კიდეთ რესურსი გვეყო. ანუ პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა. რა არის, როცა ვერ წყვეთ, რას იწევ? ომს იწევ, არა? თუ ეს შეგიძლია ომს იწევ და ეს არის ომი კაცობრიობის წინ, ადამიანის წინა. აი ეს გლობალიზაციის თავი და უკანასკნელი სტადია, რომლის უკანასკნელი ჟამიც დადგა. ამას შეუძლია მთელი
ქვეყნიერების დაღუპვა. ამ ფაზაში ვარ შესული და რას ამბობს ახლა ეს გლობალიზაცია? პირდაპირ ესე დაწერით და ესე კი არა და პირდაპირ საუბრით გეუბნეო ეს შენთვისაა მოძღვნილი შენ სიკეთვის კეთდება მწვანე თხის წესრიგი ეკოლოგიზმი და ასე სულ ხალხზე ფიქრობენ თურმე თითქოს ეს მაგრამ რა არის სინამდვილეში ვიყიდე და ჩემია ნომერ პირველი დამთავრდა ისტორიული რეალიები ეს ის ერია ის საზღვრებია ეს ერია ამის საზღვრე ის რელიგია ესე უკვე ის არ დამთავრდა აი ვიყიდე და ჩემია ესა ფულის სისტემა დოლარი ფული ჩემ ხელშია რამდენსაც მინდა იმდეს დავბეჭდი არ ვიცი რამდენი აქ ამერიკაში დავალი დავით იქნება ასტრონომიაში მოვიკოჭრე და 30 ტრილიონს გადააჭარბა 32 ტრილიონი კი თავად ეს სახელმწიფო როგორ მოხერხდება ეს ამბავი ესე იგი ეს სხვა არის რა მას ეს არის ქაღალდიც არ არის რა თქმა აი ამით ეხლა რა სისხლიურია ამ წინაპარს იმ წინაპარს არა ეგ არა აი ამ არარსებული ვირტუალური ციფრებით ვიყიდი აუქციონია და ეს ჩემია და სახელმწიფო რო არის და სახელმწიფოს ძალა გააჩნია ეს ჩემი საკუთრება უნდა დაიცვას დავთავრდა და საქართველოს გაყიდულია და თავის კულმინაციას უახლოვდება საქართველოს ჩვენი ქვეყნის საკითხი. რა კულმინაციას უახლოვდება? და თუ იყიდეს ქალაქები ხომ დაიშენო კაცო. ჩვენ ამას არაბიზაცია დაერქვა. ჩვენც ვიმეორებთ იგივეს. ახალი იერუსალიმი, ზეციური იერუსალიმის საკითხი თუ ჯერ უკრაინაში ვერ გადაუწყვეტიათ, აქ ფარულად ეს გადაწყვეტილია, უნდა აშენდეს. და ვის აინტერესებს ახლა პენსიონერს გაუზარდოს რეალური შემოსავალი და აქ მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქე ქართველი წელგამართულად იყოს და გასაქცევად არ ქონდეს. უთოფოდ ყველაფერი კარგად ხდება. კარგად მიმდინარე, კარგ რეჟიმშია. ხო, და მაინც რა არის კიდევ ხალხში რა აზრი ტრიალებს. გვიწევს რა გარკვეული საუბარი და კაცო ხო დამოუკიდებლები ვართ მართლა აი არ ვემორჩილებით ევროპას და უშუალოდ არა LGBT თემაში თუ რაღაცას არ ვემორჩილებით ну რუსეთთან საერთოდ აბა არ გვაქვს ახლა დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს ახლა არაოფიციალური სხვა არც ერთი ქვეყანა ჩვენ ოფიციალურად ბატონად არ გვაქვს ხომ ვარ დამოუკიდებელი და არაბები რაზე შემოყავთ დამოუკიდებელი ქვეყანა თუ ხარ რატო შემოყავს ჩვენი წინაპარი იბრძოდა მომხდური მოდიოდა გადათელვა უნდა და აქ ჩასახლება უნდა და აქედან სხვაგან გადასახლება და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან მარტივად რა აქ აურობის მითვისება უნდა ჩვენ ხო ვიცით რამდენი განკრალა ამ დიჭიდილში. ამ დიჭიდილს გადარჩენილი პატარა სავართ, ხო? ეხლა რატო ვაკეთებ? თუ დამოუკიდებლები ვართ. ეს რატო ვიქცევით ესე? როგორ დაპყრობილი ქვეყანა. აი კითხვა გაჩენილი ხალხში. ხო ამაზე რომ დავიწყოთ ეხლა პასუხის გაცემა ძირისირობამდე შორს წავა, მაგრამ აი გლობალიზაცია, იგივე სიონიზმი, სოფლიოში რაც ბატონობს, სიონიზმიდან წამოსული ეს სოფლიო პოლიტიკა, ფორმაცია, ფულის ფორმაცია. დამოუკიდებლობას გაძლევს საერთაშორისო სამართლი, ფორმალურად. მაგრამ ფაქტობრივად მონათგაცებს იყიდა დაიშენ რა იმანიყიდა და რა დედამიწა იმისია ვისაც ფული აქვს და ვიცი დედამიწის საკუთრო თუ კი რამე კარგი იმისია და რა ვიცი შენ რა
შენ დამოუკიდებლობის დეკლარაცია და პიროვნების თავისუფლების დეკლარაცია გაწად და ირგინებ მთელ სოფლიოში როგორც კი. საქართველოს იმისია, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს აქ ჩვენში. ხო. და საქართველოს და დანარჩენ დედამიწას იმისია, ვისაც ამაზე კიდევ უფრო აღჭერ და აღჭერ. აი ეს მოგვიტანა კაპიტალიზმ, მასონიზმმა და რაც არის და რეალურად ეს კანონები მუშაობს. ანუ არის ორი რიგის კანონი. ერთი უძირითადესი რაც არის არსებითი და რაც მუშაობს და მეორე კანონთა წყება არის ეს მიჩქმაროს. მოალამაზოს გარკვეული საბურველი შექმნას ლიბრივით, აი თვალზე ლიბრი გადაეკრავ, რომ ვერ ხედავდეს სიღრმეებს. აი მეორე რიგის კანონები ჩვენ თვალს გვიბრმავს, რომ აი ის უფლება გვაქვს, ეს უფლება გვაქვს. რეალობაში აფერი უფლება არ აქვს, შენ საკუთრება არ არის. ვისიც არის. რა ვიცი, ის ალბათ თავს კარგად გზნობს არა. ნუ თავისუფალი კი არა. ფულით დაბმულია საქართველო და უარეს მდგომარეობა მივიღეთ, ვიდრე ფიზიკურად მომხდური მეომარი რომ მოდიოდა. გავიგეთ. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რომელი ქვეყანაა თავისუფალი, ქვეყანა სახელმწიფო, რომელი ერია თავისუფალი, თუ კარგად ჩაუღრმავდებით, არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც არ არის თავისუფალი. ვის ხელშია? ეპშტეინის კუნძულზე მობინადრე ულტრამილიარდელების და პოლიტიკოსების და ასე შემდეგ მათ ხელშია. უფრო სწორედ. ვინც ეს ეპშტეინის კუნძული მოაწყო, ყველა ეს მდიდარ ოლიგარქი იმის ხელშია. და ამერიკის სახელმწიფოც არაა თავისუფალი. ეგ 32 თუ რაღაც ტრილიონი ვალი რო აწევს. აი იმის ხელშია. თან უფრო და უფრო მატულობს ეს ვალები. ვალები მატულობს. კი, ვალები მატულობს. ტრამპის მოსვლიდან გაცილებით. ვის ხელშია ევროპაც რა თქმა უნდა ეპშტეინის გავლენის წარმომადგენლობის ხელშია. სოდომიზირებული პოლიტიკელი და მართავს ევროკავშირს და იმ დიდ გეგმებს ემსახურება დღეს ომში ჩაბმული მხარეს წარმოადგენს. ეს შავმასონობის მხარეს თუ ავიღებთ დასავლეთს და აქეთ წითელი მასონობის მხარე ხო კომუნისტური პარტია აღარ არის გასაგებია, მაგრამ ის რაც წარმოიქმნა და რაშიც შევიდა, ბერეზოვსკის ჰქონდა მოწყობილი თავის დროზე წითელი მასონობის მასშტაბის ეპშტეინის კუნძული. აქაც ასევე პედოფილი, აქაც ასევე ბომონდის შეკრება, დიდართა კლუბი, აქაც ასევე სასტიკი კორუფციით და ასე შემდეგ, ვიცით ეს 50 მილიარდზე ავიდა და ხო აი ძირითადად ვინ მართავს რუსეთს, საქართველოს, წითელ ასონობის და წითელი ხაზიდან მომდინარე იგივე კლუბის წარმომადგენლები სამწუხაროდ, ეს გამოჭერილიც არიან და ასე შემდეგ. იგი თავისუფალია? ან რუსეთი თავისუფალია? აი ხო აჯანყდა. აი რუსეთი არაა თავისუფალი, რატო? 5 წელი აგრძელებს ომს. და ეს რა ტიპის ომია? და ამ უღლისგან ვერ თავისუფლდება. აშკარად ისევ იქაც ოლიგარქიული მომენტებია და ეს დილემა ან ამ ოლიგარქიული სისტემას იცილებს და სხვა რელსებზე გადადის და იწყებს ისტორიულ თავის ფუნქციის ასრულებას, ნუ ან არა და კარგი არაფერი იქნება არც რუსეთისთვის და სამწუხაროდ არც მსოფლიოსთვის. ამ რუსეთს ის მასშტაბები აქვს სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ ასეთი თავისუფლება გვერგო, ეს არის ფორმალური, აბსოლუტურად ფორმალური და აქაც იერარქია. მოკლედ რო ვთქვათ, აი
კომუნისტებიდან რომ გამოვიდით კომუნისტური იმიდან, ვიცით რომ მაშინ კომპარტია მართავდა, კომპარტია იყო სახელმწიფოც, კომუნისტური ინტერნაციონალი იყო მსოფლიო მოძრაობა და ასე შემდეგ. არა, კრემლი ცენტრი. კი. შეიცვალა. ეხლა არის მილიარდერთა, ოლიგარქთა პარტია, ძირითადად დაშლილი კია უკვე დანაწევრდა. მსოფლიო ერთმართველობამდე ვერ მივიდა ჩინეთი, ცალკე ცენტრად ყალიბდება, კრემლსაც თავისი პრეტენზიები გიგით ინდოეთი, მოკლედ მრავალი პოლუსი ყალიბდება, მაგრამ ზოგადად მაინც არის ერთი ოლიგარქთა პარტია. ესეთ პარტია. დიდარი ხარ, დიდართა კლუბში ხარ და შენ ამ წესებს უნდა ექვემდებარებოდე. ამ წესებიდან გამომდინარეა ის, რომ ვიყიდე და ესე იგი ჩემია. იმიტომ აქვთ ამათ დევიზად დასახული სინგაპურიზაცია. სააკაშვილის პერიოდშიც ეხლაც სინგაპური დუბაიც იგივეა. რატოა? 60% და მეტი ჩინელი, ვინ არის? დიდარი ჩინელები, ხო სავაჭრო სატრანზიტო ის არის, ხო? 13% ადგილობრივია, 60%-მდე ჩინელი მდიდარია, რაც მივიდა იქ და ფულს ატრიალებს, ვაჭრობს, სავაჭრო დუქანი ასე ვთქვა, დიდი სატრანზიტო ცენტრია, წყნარი ოკეანის მასშტაბის და დანარჩენი კიდე მოსული ზოგი ინგლისელია, ზოგი ის არის, ზოგი აი ამაზე ოცნებობენ აქაც, ხო, სატრანზიტო დერეფანი და ეს გვაკერია პირზე, მეტი არაფერი, კარგა ხარ. ახლა რატომ იმყავს აქეთ საუბარი, რომ ნუ გარდა იმისა, რომ წითელი მასონობის მხრიდან და წითელ მასონობაში არსებული ბერეზოვსკის, ეპშტეინის კადრები თავარ დაკომპლექტებული. იქ ისინი აკომპლექტებენ დასავლეთში, აქ ჩვენი ტაფა იხარშება. და პროფესორი ჩვენი ქვაბი თუხთუხებს ძალიან ცუდ სუნზე. ხო, აქაც იერარქია, პატარა უნდა ექვემდებარებოდეს ის, რას არ დაექვემდებარება, მაშინ გააშავებენ, მაშინ დაუყადაღებენ, გაუყინავენ ანგარიშებს და მორჩილია, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. როგორ მორჩილებაში არიან და უნდათ არ უნდათ ამათაც უნდა ილაპარაკონ იმაზე და აკეთონ რაც მთავარია საქართველოს სინგაპურიზაცია, საქართველოს დუბაიზაცია. რეკლამები რამდენჯერ შევეხეთ და სწორედ ეს უნდა იყოს მართლაც მთავარი სათქივარი. რეკლამები გადის, მოუწოდებენ, მოდით, იყიდეთ, იყიდება საქართველოს სართულ, კორპუს და ასე შემდეგ. ეს რაღაც მაგონებს ეს ქართული კომედია შერეკილებში მოდის ზოგს მუთაკა მიაქვს რაღაც კალათი. კი. რა თქმა უნდა. და ამიტომ რატყვის ბრეგვაზე სამაგისტრო. აი ამ სავაჭრო, სავაჭრო ასე ვთქვათ, საჯვარე ზუსტად ეგ გომარია. ვისაც დასწრებს ხელს რა შეხვდება, რომ დროზე ჩამოაჭერას ქვეყანას, წაიღოს გამდიდრდეს. მაჩვენებლები რო ამბობენ, რომ აი წინა ვარ და რაღაცა ზომიერად კარგად მაცხოვრებელთა რიგებში თითქმის თავში ვარ. გააჩნია ერთი ნაბიჯი გაგვრჩება, რომ უკვე საუკეთესოდ მაცხოვრებელ ქვეყნების რიგში შევიდეთ და იქ რა მონაცემებზე აქვს ლაპარაკი საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ეს ეკონომიკის გამზომ ორგანიზაციებზე და წესების დამდგენ ორგანიზაციებზე ლაპარაკი, რომლებიც ამ კულებს გვიწერენ, მაღალ კულებს გვიწერენ. რაშია საქმე, რაში გვიწერენ მაღალ კულებს? მაღალ კულებს სწორედ იმაში გვიწერენ, რომ ჩვენ სრულად მივდევთ მათ მიერ განსაზღვრულ ჩვენს ადგილს. ესე იგი, ყოველგვარი სამშობლოს ცნება რეალურ ცხოვრებაში წავშალეთ, ვაშენებინებთ ქალაქებს, დავარეკლამეთ, ანუ ლიბერალურ ეკონომიკას სრულად მივდევთ, განვაკერძოვეთ ყველაფერი, დავარიგეთ, გავყიდეთ, ვაჭრები ვართ, გავყიდეთ ქვეყანად, ამიტომ სანიმუშოა მათთვის. ნეტა ესე იქცეოდეს ყველა, მათ შორის ჩინეთი და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანა, ის ქვეყნები, რომლებიც ასე გამყიდველურ გზაზე არდგენან, ისინი შერის ხუთარი სიაში არიან ჩაწერილი, შავ სიაში არიან და ასე შემდეგ. აი ჩვენ ამიტომ გვიწერენ დადებით კულებს. და ვის აინტერესებს ამ დროს პენსიონერებისთვის პენსიის მომატება, საიდან მოვუმატოთ? აქ პოტენციალი საქართველოს, რა თქმა უნდა, აქ უზარმაზარი პოტენციალია. და ყველაფერი კეთდება, ეს პოტენციალი ჩვენ ვერ დავინახოთ. ჩვენ არ მოგხმართ ეს. ეროვნული საკუთრების განცდა არ შემოვიდეს.
ასე განკერძოებულად, დანაწილებულად, პარტიებად, არასამთავრობოდ დაშლით დანაწილებულად უნდა ვიყოთ, ერთმანეთს უნდა ვლანძღავდეთ. ეროვნულ ფლაგს ვიწარმოადგენთ და რაც კონსერვატიულს და იმას ვეძახით და რა ერთმანეთს უნდა ვლანძღავდეთ. და ძირითადად ქოცინაცი უნდა ჭიდაობდეს, რომელიც ამ საკითხში აბსოლუტურად ერთად არის. ის ნაწილი, პროდასალური ნაწილი, ქუჩაში რო ხალხი მარადიულად ყავს გამოყვანილი. არ ეუბნება გამყიდველურ საკითხებში არაფერს. მარტო იმაზეა, რომ სასამართლო ვერაგად ევროპას უღალატეს შენ და ეგ აქვს პრობლემა, მეტი არაფერი. და ხელისუფლებიდან რატო არ მიდიხარ, მე უნდა მოვიდეო. ეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ აქ არაბებისთვის კი არ შენდება სხვა რეგიონისთვის. არამედ შენდება იმათთვის, ვინც ბრძანებულობს როგორც ერთ ხტას განაგებს, ისე მეორე ხტას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, იმიტომ რომ ოპოზიცია, რომელიც ასე ვთქვათ, ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების თვალში ჩავარდნილ წამწამსხაც კი ხედავს ამაზე პანიკას და ისტერიკას ტერს, აი ესე ღიად რო ყიდიან ქვეყანას, ვიღაც უცხოებისთვის აშენებენ ქალაქებს, რო ჩამოასახლენ. ამაზე ხმას არის. სწორედაც ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არა არაბებისთვის, არა ინდუელებისთვის, არამედ შენდება იმ კასტისთვის, იმ სოფლიო მართველი კასტისთვის, რომელიც განაგებს როგორც პოზიციას და მართავს და ბრძანებულობს ისე ოპოზიციას. თუმცა დამტყმელ ძალად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არაბობა, ინდოელებიც, აი ესპანეთის მაგაზე გვაქვს ნასაუბრებია, ესე იგი მუსულმანების, რომლებიც ცნობილი არიან სწრაფად მზარდობით დემოგრაფიულად, ამათი ხელი ჩვენი შევიწროება ქართველების განდევნა ახედა და მე მაგათ მიხედავ. რელიგიურ დაპირისპირებაში გადასდაც ეს იოლად მოსახერხებელი ასე ფიქრობენ. აი ესპანეთში რაც ეხლა მათი ხელი ჩვენი შევიწროება აქედან სხვისი ხელი ნარის განდევნა და ესპანეთი ახსენე და იქაც ახლა შემთხვევით გაქენდა ერთ დღეს და 50,000 მაროკოელს დაესიზმრა იმ ღამეს რომ მოდით ახლა რომ გაქენდება ყველა ავიყარო და წავიდეთ ესპანეთში. ესეც რომ მართულია ამას მიხვედრა ჭირდებათ ნელი მისახვედრი არ არის, ხო? შენ ლაპარაკობდი რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არსებობენ, ხო? და ყველა იმართება. აი ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა კიევთან ახლოს დაბომბა უზარმაზარი ამერიკული ქარხანა, რომელიც აწარმოებდა დრონებს და ნაწილებს დრონებისთვის. ანუ იწარმოებოდა ის დრონები, რომელმაც დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენა რუსეთი. და ქვეყანა, რომელსაც ეძახდნენ დიდ ბენზინგასამართ სადგურს, თავისი უზარმაზარი რესურსებით, უზარმაზარი წარმოებები ქონდა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქონდა. რიგები დგას. და ღამე ათვენენ რუსები რიგში, რომ რამენაირად ერთი ბიდონი ან 20-30 ლიტრა საწვავი აიღო. სანამ აქამდე არ მივიდა საქმე. იქამდე ხელი არ ახდენს. რატო? აი კითხვა სადაა, რატო? ანუ აუცილებელი იყო, რომ მთელი ქალაქები აეფეთქებინათ, ხელფლი ყოფილიყო, უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მიეღოთ და ენერგოკრიზისის წინაშე დამდგარიყვნენ, რომ იმ ქარხანაზე რატო ვისი ინტერესები იყო, ვინ აკრძალა, ვინ დაადო ტაბუ იმას, რომ იმის ხელისხლება არ შეიძლებოდა. ესე იგი, ამ კაპიტალიზმის, ამ სიონიზმის პირობებში ახლა გადავიდეთ მეორე მხარეს. თვეები ამერიკის შეერთებული შტატები იბრძვის. გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი ამერიკელი და კითხეთ. რატო იბრძვის ამერიკა 11,000 კილომეტრზე? რა საფრთხეს უქმნის ირანი 11,000 კილომეტრს იქით შეერთებულ შტატებს ესახელწიფოს? როდის რა დაუშავებია პირადად ამერიკისთვის? ვის ინტერესებისთვის იბრძვის? ვის ინტერესებისთვის ღებულობს მილიარდობით სამხედრო ზარალს? ამერიკა. ვისთვის იჭრებიან, სახიჩდებიან და იღუპებიან ამერიკელი ჯარისკაცები? ებრაული ინტერესებისთვის, ხო?
ირანი თავისი პროქსი გასამხედროებული ძალებით ხელს უშლის სოლომონის ტაძარის აღდგენას და იქ მეფე პატრიარქის დასმას. კი, ამაზე ვისაუბრია, ამაზე მსოფლიოს ხმამაღლა საუბრობენ. ამას პლუს კიდე რა იმატება. ვისი დაკვეთით ამხელა ზესახელმწიფო თავის თავს არ ეკუთვნის. რომელი ამერიკელის ინტერესშია იქ ბრძოლა. რა მოუტანა აი ნებისმიერი ერთი ამერიკელი გავაჩერო და ვკითხოთ. რა მოუტანა მას ამერიკა ირანის ომმა, რა სიკეთე მოუტანა. არაფერი გაძლიერებს. ის რომ ამ თავის ხალხს ატყუებენ, აჰიპნოზებენ იმით. როგორც ჩვენთან აჰიპნოზებენ. ადამიანი გძნობს რომ უჭირს ოჯახში შია, წყურია, ბავშვის სწავლის ფული ვერ გადაუხდია, ვერ ჩაუცმებია ნორმალურად თუ სასწავლებელში გაგზავნოს ის და აჰიპნოზებენ. ჩააგონებენ, არა შენ რასაც აღიქო, ცდარად აღიქო. საქართველოს უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს უნდა დაიჯერო, ის კი არა რასაც შენ ტყავზე განიცდი. მე რასაც გეუბნები რომ აქვს. აი იქაც ისე აჰიპნოზებენ. რომ თურმე ატომურ ბომბს შექმნის ირანი. აგერ ხვალზე უკვე ერთ კვირაში, ორ კვირაში ექნება ატომური ბომბი. თუმცა ვინც ცოტა აზროვნებს და ჭკვა უჭრის, ყველა მიხვდა უკვე რომ 79 წლის მერე რიტორიკა ისმის, რომ აი ხვალზე უკვე ირანს ექნება ატომური ბომბი და ახლა მეხსიერება ყველას ხო არა აქ დაკარგული ახსოვს ხო ამ ხალხს, რომ 1 და 2 წელი ხო არა 57 წელია უკვე რაც იქ რევოლუცია მოხდა და ამერიკის განდევნა მოხდა იქიდან ამერიკული კომპანიების, დასავლური კომპანიების ზოგადად და მტრობენ ირანს ამის გამო, იმის მერე ეს ერთი რატო ხუდი არ გახურია რაღაც ქართული ანეკდოტია რაღაც რომ იზეზი რომ მოუდოს რა აი შენ ქნი ატომურ ბომბს ამბობს არ ქნი დაშვებული ყავდა საერთაშორისო დამკვირვებლები ამობძანდი და აკვირდით ურანის გამდიდრების პროცენტულ ოდენობა შეესაბამება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო სფეროში მოხმარებისთვის და ატომური ენერგეტიკაში მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობას გამდიდრების ურანის არ არის დამაკმაყოფილებელი იმათთვის ეგ პასუხი. იბა თავიანთი სიმართლე აქვს. ამაშია საქმე, დამოუკიდებელ სახელმწიფოები არ არსებობს. თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოები არ არსებობს, მაშინ ვისი ინტერესებისთვის მუშაობენ ისინი? ამხელა ქვეყნები როგორც რუსეთი და ამერიკა ვისთვის მუშაობენ, ვიზე მუშაობენ? ვისგანაც იმართებიან თავად. და მაშინ მეორე კითხვა რადგან ასია, რითი იმართებიან? რა აქვს ხელში იმ ადამიანებს თუ ადამიანთა ჯგუფს, რითაც შეუძლიათ ამხელა ზესახელმწიფოები მთელი თავისი სამხედრო ძალოვანი სტრუქტურებითა და ამხელა შეიარაღებდნენ, რომ დააკაბალონ და მართონ. რა აქვს იმათ ხელში? ფული? ნაძარცვი. მეტი რა აქვს? სხვა რა აქვს? ფული და სამხედრო ყველაფერი რომ მათ ხელში. კომპრომატები. ფული, ოფრო. პირველ რიგში ფული. ფულის სისტემა და ამ ფულის სისტემაში ხარ შენ იმ ფულით. ერთი კლავიატურა თითი შეხება და გაიყინა ამ გარეთ დამთავრდა არაფერი ისია. ხო, მით უმეტეს ამიტომ ეჩქარობენ რომ სასწრაფოდ გაციფრულდეს ყველანაირი ფული და ვალუტა, მოციფული გახდეს, რომ აბსოლუტურ კონტროლზე გადავიდეს. ანუ ფული, პირველი. ნუ შემდეგ არის კიდევ ეს სხვა დეტალია რა, მაგალითად კომპრომატი, ხო ეს? სატანიზმი, სატანიზმში ჩაბმა და თავისთავად ის უკვე დაგმული იყო. აქ კიდევ მნიშვნელოვანია, ვისაც ფული აქვს, იმას შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში არსებული სისტემით, ყანონებით. შექმნას პოლიტიკურ ორგანიზაციას, შექმნას მთელი მასმედიის, მთელი თაიგული შექმნას გაზეთები, ტელევიზიები და მასმედიის საშუალებით ნებისმიერ დამყიდველი შეუძლიათ აქციონი ეროვნულ გმირად და ეროვნული გმირი პირიქით გამოაცხადო ქვეყნის მოღალატედ. ანუ ზემოქმედების საშუალება ნებისმიერ პარტიას შეუძლია დააფინანსოს, გახადონ პოპულარული, გამოჩეკონ ახალი პოლიტიკური პარტიები თუ ლიდერები, შეუქმნა მათ ხელოვნურად გარკვეული ცნობადობა, ქარიზმა და მოიყვანონ ხელისუფლებაში და შენ დაგამხობენ ისე როგორც ორჯერ ორი.
რომ 4-ია, აი ესეთი მარტივია მაგათთვის ამის დაკეთება და თუ გავიხსენებ ცოტა ხნის წინ მთელი ეს რევოლუციების ტარღამ გადაუარა, მთელი არაბული უკრაინაში მოხდა ჩვენთან როგორ გაათამაშეს ესეც გვახსოვს ცოტა ფერადი რევოლუცია ჩვენ ავანგარდს წარმოადგენთ ფერადი რევოლუციების ტარღა რითი მოხდა ფულით ანუ იმ დაგვარი სისტემა აქვს მოფიქრებული რომ როგორც თევზი წყალში ისე გნობს თავს ფული გაქვს ამ ფულით უამრავი ბერკეტია შეხელთ რომ ამ ფულის გამოყენებით იმ ქვეყნებში არიო სიტუაცია რევოლუციები მოაწყო დაამხო ურჩი მართველები სისტემა იძლევა მის ესე იგი ჩვენ როცა ანალიზს ვუკეთებთ და ამ სურათს ვხდებთ შტაბეჭდილება იქნება რომ მაშინ სადავე ფული აქვს და ისინი ყოველი შემძლეები და დაუმარცხებლები არიან ხო ფული მათ ხელშია მანიპულირების ყველანაირი საშუალებები გააჩნიათ პოლიცია პროკურატურა ისის მაგათი საკანონმდებლო ორგანოები სოფლიო გამოუცხადებელი მთავრობა და ასე შემდეგ და მაშინ რაღა ჩვენ რიგითებს რაღა რა პატარა საქართველოს რაღა ხო აი ხარი საქმე იმაშია რომ აი ძალიან ახლო არიან იმამდე რაც გეგმაში ქონდა მაგრამ აქ წარმოიქმნა პრობლემა განხეთქილება და კიდევ ერთხელ განხეთქილება გაეცათ ჩინეთი ცალკე გავიდა ჩინეთი თვითონ ქმნის თავის მონსტრს როგორი მონსტრიც ეს არის ცოტა სახეცვლილი კომპარტი თვითონ ქმნის ну ახლა ამ წითლებას და გამოაცხადეს დაუმორჩილებულობა და უნდა თუ არ უნდა სამხედრო დაპირისპირება შევიდეთ ასე შემდეგ ესე იგი პოლუსებად იყოფა და მხეცის წინააღმდეგა ამდგარი ინფორმით რომ მათი შერიგება ვერ იქნება ერთ ქარტკაში ორი ხმალი არ ჩაეტევა ესე იგი გლობალიზაცია ერთმართველობა ჩაიშალა ამაში საქმე ანტიქრისტეს ვერ დასვავე ვერ გაამეფებე ეს ცნობები ჩვენ ახალი სიტყვით მიღებული და ეს ფაქტები აქ არის მომხდარი ჩვენს რეალობაში ну თქვით რომ ამაზეც ვისაუბრობთ ეხლა ჩვენ ამის დრო არ გვჩება ესე იგი არც ერთი არა ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა ყველა დამოუკიდებული ვართ იმაც მაგრამ მათი ტახტი გაიპო დაიშალა სხვა პოლუსი წარმოიქმნა უკვე და ძალთა ბალანსი იცვლება ხო ლომის ღრიალებს ეს დასავლური ლომი ებრაული მაგრამ რაც ახმა цаრიელი დარჩენილი ტორები ვეღარ მისდევს ამ საკითხს და ირანთან ცოტა არ იყოს მოუჩლუნდა კლანჭიც და ეშვიც ესია საკითხი ეს ვერ გვაძლევს და იძლევა ახლის დაბადების შანსს როცა ძველი შედის კრიზისში როცა იმ ძველი გაბატონებულის უკანასკნელი დღეები მოდის და ოფისაფრთხეც იზრდება მთელი დედამიწის ეს ის მასშტაბებია მაგრამ ახლის წარმოქმნისთვისაც თავისუფლდება ერთგვარად ამნაირი ფორმით ადგილი და რას იცავს საქართველო რა ნაბიჯებს გადავდგავთ შევძლებთ სექტემბრისთვის მაინც რომ განქართველების პროცესს ხალხ მრავალი მანიფესტაციით უპასუხოთ. გამოვხატოთ უარყოფითი დამოუკიდებულება არაბიზაციისა და განქართველების პროცესსად. შევძლებთ ამას. მინიმალურზე ვართ ჩამოსული უკვე. მინიმალურზე. ელემენტარულზე. თუ ვერ შევძლებთ. სოფლიო ერთმართველობა ვერა ურთიერთდაპირისპირება და რღვევა მიმდინარეობს. დამოუკიდებელი არავინ არ არის. უფრო თუ განვაზოგადებთ, დამოუკიდებელი არავინ არ არის და ყველა არის ფულის სისტემის მონა. აი ესა. ფუ თანამედროვე ენით იხსნება კიდე ქართულში ჩადებული ღვთაებრივი საიტურები. ფალი და ფუ გადაბრუნებული ფორმა, უფლის გადაბრუნებული ფორმა ფუ ურთიერთსაპირისპირო. როდის და გადმოფურთხება და ასე შემდეგ თავისებურ უარყოფით. აი ფუ გადმოფურთხებული სულიერ დატვირთვით. აი ამით ვიმართებით სულ ყველა ეს სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, 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 ეს ს
ჩინეთში, დასავლეთზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ესაა შესაძლებელი. ანუ ჩვენა ვარ ფულის სისტემის მონამორჩილი და ამ თვალსაზრისით, როგორც ადამიანები, როგორც ქვეყნები და ასე თავისუფლები არა ვარ. უფრო კონკრეტულად დასავლეთს ჰქონდა და კიდევ აქვს თავის მართვის ესეთი ეპშტეინის ბრიგადით შეკრული მონოლითი, მაგრამ ეს მონოლითი ეშლება და ჩვენც ამ პატარა მდგომარეობაში ვართ, თავისი ყველაფრით, აქაც ყველაფერი ასახული. ამიტომ ადამიანი დამონებული სულიერად ფიზიკურად ფულით და გვაკეთებინებს ეს სისტემა იმას, რაც ჩვენშივია ჩადებული ის დადებითიც, ყველა გარკვეული ფორმით და ზომით დადებითიც მოცემული. ამ დადებითს შიგნითვე გვაკვლევინებს და იმ ნაბიჯებს გვადმოინებს, იმ მიმართულებით გვამოძრავებს, რაც ანტიეროვნულია, ანტიადამიანურია. როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? აი მაშინ საქმე. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე და ერთგვარად ვიღაცა შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათი უძლეველობა დაუმარცხებელია, მაგრამ მათი ძალა კაპიტალიზმში, ფორმაციაში, კაპიტალიზმის კანონების, ამ ფორმაციის კანონების გარეშე მათი ფული სრულად გამოუსადეგარი გახდება, მათი ძალაუფლება წამებში ჩამოიშლება. ეს გარკვეულად გავს ქართულ ზღაპარში, რომ თმებშია ხო მისი ძალაო და შეაკრიჭა თმა და აღმოჩნდა, რომ არაფერი ძალაც აღარ ქონდა. აი ამათი ძალა არის კაპიტალიზმში, ამ ფორმაციაში, ფულის სისტემაში, სადაც ფული შეიძლება ნებისმიერი საკითხი გადაწყვიტოს შენდა სასარგებლოდ, ვისაც ბევრი ფული აქვს, იმას შეუძლია მუდმივად გამარჯვებული იყოს. სწორედაც იმიტომ მოითხოვება კაპიტალიზმის შეცვლა, ამ ფორმაციის, ახალი ფორმაციის შეცვლა, რამაც უნდა ჩამოშალოს ის არსებული და გადაიყვანოს სხვა ახალ საფეხურზე. ჩვენ დასასრულისკენ წავიდეთ და ყოველთვის ესე ხდება, რომ დავით ჩემ დროს აღარ გიტოვებს და არაფერი არ უჭირს შემოჯებალ სათქმელი უნდა ითქვას. დიდი სიამოვნებით კიდევ მოვისმენთ თქვენგან, აი ამ 1 საათის რო იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ და მათემატიკოსებს მინდა უთხრა, რომ ეს დღევანდელი თემები, რაზეც იყო საუბარი, მართლა ეს ყველაფერი არის ეკონომიკურ პოლიტიკაზე დამოკიდებული, რაც არის ჩვენს ქვეყანაში სინამდვილეში ეს არის ყველაფერი ნულის ქვემოთ და უსასრულობისკენ მიექანება. რაზეა საუბარი, აი ზეღარ ვახსენებ, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათი შიდა დავალიანება 32 ტრილიონს გაცდა და ტრამპის მოსვლიდან, რა ვიცი, რამდენი წელია, 4 წელი არის, რაც მოვიდა. სადღაც არც არის მაგდენი, 25 ტრილიონი იყო, აი რამდენით მოიმატა. ეს ამ ხელას ეს სახელმწიფოს დავალიანება, თვითონ ის ამერიკელი ხალხი, ამერიკა, როგორც სახელმწიფო არის გაბანკროტებული. და როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ, კიდევ იზრდება. დავით, აი ზუსტად ამ თემაში ინსტიტუტები და ჩვენთან რა იქნება? წერა თქვით, კახა 20 მილიარდი. 20 მილიარდი ეს მატულობს ჯერ ეგეთ საკითხავი 20 შეიძლება უფრო მეტიც არის. ხო და დღეს კი გვეუბნებიან პატრიციულოს მენელებო, სამთავრობო ტელეარხები, რომ ეკონომიკა გაიზარდა. გააჩნია ვისთვის გაიზარდა, რომელი ზრდაზეა ლაპარაკი, პირიქით უკან მიდის ყველაფერი. წელან ვახსენეთ აგერ პენსია რო გავზარდოთ, რომელიღაც დარგს უნდა ჩამოვაჭრათ, ხო? ვის უნდა ჩამოვაჭრა, რას უნდა ჩამოვაჭრა, როცა ქვეყანა უკვე გაყიდული არის. არანაირი წარმოება ქვეყანაში არ არის. საერთოდ ის საზიზღარი საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სისტემა, რომელიც ნამდვილად უნდა დაშლილიყო. უნდა დაშლილიყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ უარესობა მიგვეღო, უკეთესობისკენ და მართლა ჭეშმარიტად დამოუკიდებლები ყოფილიყავით და არა როგორც ახლა არის ფარატინა ქაღალდზე და ფურცელზე. ხო, და ვიცით პატონაგაკის აქ ნათქვამი ჯერ კიდე როდის, რომ 2000 წლისთვის 2000 წლისთვის იყო ამაზე საუბარი, რაც
დაიგრა საბჭოთა კავშირი 3 ტრილიონი დოლარის ექვივალენტის საქონელია გადანელი. საქართველოდან თურქეთის გავლით დასავლეთში. აი ჯერ კიდევ იმის მერე კიდე რამდენი გადის ღმერთმაიც. რამდენი სიმდიდრე გადის აქედან. კი, ჩვენ არასოდეს არ მივტირივართ იმას, საბჭოთა წყობილება უნდა შეცვლილიყო. მაგრამ იმიტომ არა, რომ უარესი მიგვეღო და ეს მივდივართ რაღაცა აი უბსკრულისკენ მიექანება. არა მარტო საქართველოს ყველა ქვეყნები, აი სოციალისტური ქვეყნები, მათთან მქონია მე პირადად ურთიერთობა საუბრები, ბულგარეთი, სერბები და ესენი მოდიან ხოლმე ჩვენ ქვეყანაში. ხო და ურთიერთსაუბრებში ახლა რუსული ესმის ცოტა მართალია დამტრეული რუსულით ვაგებინებთ ხოლმე ერთმანეთს, რომ ის დრო ჯობდაო. აი ყველას აი იქაურებს აქ და მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულები არიან ისინი. მაგრამ ახლა ჩვენ პირადად ერთმა თქვა აგიდიც ბულგარეთს, რომ ეს ჩვენა ვართ, თორემ ქვეყანაში ჩვენთან კიდე რამდენი გაჭირვებული არის და რამდენი სიღატაკის და აი გაჭირვებული ძალიან რთულ პირობებში, რომ ლუკმაპური რო ენატრებოთ. ხო და ნატოს წევრი ქვეყანა არა. ხო და არ შეიცვლება არანაირად სასიკეთოდ არაფერი, თუ ეს სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა, რაზეც ხელი აქვს მოწერილი 1,907,000 ზრდასრულ მოსახლეობას საქართველოში და სამჯერ არის ეს ხელმოწერები შეგროვებული, არაერთხელ გვითხოვს და ერთადერთი ამას უპირისპირდება ის მე მახსენდება ბატონმა აკაკიმ ის 9 პრინციპიო ჩამოაყალიბა იქიდან ერთ-ერთია, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება მომავალ ახალ სისტემაში, რომ ქართველი ერი აყალიბებს ეროვნული ეკონომიკის განსაკუთრებულ ტიპს, რაც ზოგად ეროვნული ქონების თანაბარი სამართლიანი გადანაწილების პრინციპს ეფუძნება. გულისხმობს სახელმწიფოს განსაზღვრელ როლს ეროვნული შემოსავლის შექმნის, აღრიცხვა კონტროლის, განაწილება განკარგვის სფეროში. და გარდა ამისა, ეროვნული სახელმწიფო პატრონობას უწევს კერძო ეროვნულ და საზოგადოებრივ სექტორს მოქნილი შიდა საინვესტიციო, საგადასახადო, საკრედიტო პოლიტიკით. და დღეს ყველაფერი კეთდება ამის საპირისპიროდ. აი ეს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ და მასთან ერთად კიდევ არის ის შესანიშნავი პრინციპი, რომელიც იგივე არის მომავალი ახალი სისტემის არსის იდეოლოგიური საფუძველი, რომლითაც არა მარტო ქართველმა ერმა, მთელმა კაცობრიობამ უნდა იხელმძღვანელოს ამით. თუ კი რაღაცა პრეტენზია აქვთ იმათ, რომ გადაარჩინონ თავიანთი ქვეყნები, მაგრამ მაგალითის მიმცემი საქართველოს უნდა იყოს და ქართველი ერი ამისთვის ყველაფერი არის გამზადებული. ჩვენ ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ, მე რაღაცნაირად დაუკმაყოფილებლობის გზნობა დამჩა, თითქოს ვერ გამოვთქვი ისიც თქმაც მინდა და დასაწყისში და საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და საერთოდ თანამედროვეობაში ფეხბურთი არ არის სპორტის ერთ-ერთი რიგითი სახეობა, ეს ეროვნული სიამაყის და ეროვნული პრესტიჟის საქმეა თანამედროვე მსოფლიოში ეს არის და საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი, ამის მაგალითად გამოდგება 1991 წლის 13 მაისის ხსენება, როდესაც თბილისის დინამო ევროპის თასების თასი აიღო, უბედნიერესი იყო მთელი საქართველო. ყველას კოცნიდა, ყველა სულოცავდა, გადაჭედილი იყო თბილისის ქუჩები და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი თვის განმავლობაში თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კრიმინალი აღარ ხდებოდა ქვეყანაში. იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუნდაც ცოტა ხანი 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე გასვლამაც იგივე ზეიმი მოიტანა საქართველოში და მე რატომ ამბობ, საქართველოს ფეხბურთი ძალიან უყვარდა, არ მინდა ვიღაცამ ისე გამიგოს, რომ ჩვენ ფეხბურთის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, ან იმის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, რომ ფეხბურთს სახელმწიფომ დახმარება არ უნდა აღმოუჩინოს. უნდა აღმოუჩინოს, მაგრამ არა ისე, რომ დებს თანხას და მე იქიდან ატყატები უკან მოაქვს. გუნდებს ურიგებენ თანხას და ეს გუნდები დაკავებული არიან იმის მაგივრად, რომ საქართველოში მოიძიენ პატარა ბიჭები, ტალანტები და გამოზარდონ დიდ ფეხბურთელებად, როგორც მაგალითად კვარაცხელია გაიზარდა, მიქაუტაძე გაიზარდა და სხვები იმის ნაცვლად შემოყავთ უცხოელები, ძირითადად შავკანიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, დაწუნებულები არიან ყველა სხვა გუნდებში,
არ გამოუსადეგარი ფეხბურთელი, რომლებიც ვერაფრით უფრო მაღალი დონის ფეხბურთს ვერ აჩვენებენ, ვიდრე ჩვენი ქართველები და როგორც სხვა ყველა სფეროში, ფეხბურთიდანაც ხდება ქართველების განდევნა. კი ბატონო. იმის ნაცვლად რომ პატარა ქართველმა ბიჭებმა მიიღონ საფეხბურთო პრაქტიკა ქონდეს, სათამაშო პრაქტიკა ქონდეს, რომ დიდ ფეხბურთელად გაიზარდოს, ათამაშენებენ უცხოელებს იმას უხდიან ხელფას და ეს ძალიან ბევრი ქართველი პატარა ბიჭი იკარგება, იმიტომ რომ არ თამაშობთ, ფეხბურთში უთამაშებლობა ნიშნავს განაჩენს. სათამაშო პრაქტიკის არ ქონა ნიშნავს განაჩენს და იკარგება ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელები იმის გამო რომ ამდაგვარი პოლიტიკა ქართულ კლუბებს არჩეული. თუ სახელმწიფო დახმარება უნდა ქართული ფეხბურთის, უნდა ჩაერიოს ამდაგვარად. ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს ფული. ბავშვთა ფეხბურთის თვალების გადამზადება სამთვიანი, ხუთთვიანი, ექვსთვიანი კურსები უნდა მოხდეს, რომ მაღალ კვალიფიციური მწვრთნელები უნდა ზრდიდნენ ბავშვებს. აი მაშინ მივიღებთ შედეგი. და არა ის რომ ის ფულს არ მიდის, როგორ მიდის ჯიბეებში მიდის, კაცშვილი ვერ გაიგებს, ეგრეთ წოდებული ათკათებით ხდება მერე უკან დაბრუნება და ფუნქციონერები მდიდრდებიან და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გულდაწყვეტილი რჩება, ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება, კვლავ დამცირებულები, კვლავ დამარცხებულები, კვლავ გულდაწყვეტილები და გულგატეხილები რჩებით და ამით ერთ რამესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ქართველები არაფერში არ ვარგივართ, გამოუსადეგარი ვართ, თვით სპორტის სახეობებშიც კი არ ვარგივართ, ფეხბურთშიც არ ვარგივართ და აბა ვინ ვარ ჩვენ, არაფერი არ შეგვიძლია. ამიტომ ჯობია ვიღაცას მივეკედროთ. ვის უნდა მივეკედროთ? ჩრდილოეთ სხვა მივეკედრებით. მოდი ისევ მივეკედროთ დასავლეთ, ჩვენს დასავლეთ მეგობრებს მივეკედროთ, იქნებ რაღაცნაირად გადავრჩეთ. აი ეს არის არაპირდაპირი პროპაგანდა, ჩაგონება ქართული ხალხის ტვინშიდებენ ამას, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია და მათ შორის აი ფეხბურთში არ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მადლობთ ყურადღებისთვის.